ინფრასტრუქტურის ახალი მინისტრი რევაზ სოხაძე სამინისტროს თანამშრომლებს დღეს პრემიერმა წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი რევაზ სოხაძის მაღალ კვალიფიკაციას და ყოფილ მინისტრ ირაკლი ქარსალაძეს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. თავად რევაზ სოხაძემ ხაზი გაუსვა გუნდური მუშაობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ მზად არის სამინისტროს გუნდთან ერთად კიდევ უფრო აქტიურად განაგრძოს საქმიანობა. მთავრობის მეთაურსა და სამინისტროს გუნდს მადლობა გადაუხადა ირაკლი ქარსალაძემაც და ახალ მინისტრს წარმატებები უსურვა. და შესაბამისად მერვას იყო სამგორის დეპუტატი და მიუხედავად იმისა, რომ მას არ ჰქონდა უშუალო აღმასრულებელი ბერგედები, არ წარმოადგენდა აღმასრულებელ ხელისუფლებას, მისი ლიდერობით, ასე ვთქვათ, უამრავი რამ გაკეთდა სამგორის რაიონში, რაც არის ერთი კარგი მაგალითი, რომელიც წარმოაჩენს იმას, თუ როგორი ენთუზიაზმით ემსახურება მერვას მთელი წლების განმავლობაში ქვეყანას და ემსახურება იმ საქმეს, რომელიც მას ჰქონდა ჩაბარებული ამ წლების მანძილზე და დარწმუნებული ვარ, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც ის იქნება ძალიან წარმატებული ხელმძღვანელი და წარმატებით გააგრძელებს ყველა იმ საქმეს, რომელიც არის დაწყებული. თითოეული განხორციელებული პროექტი ეს არის კონკრეტული ადამიანების, ჩვენი თანამოქალაქეების გაუმჯობესებული არამხოლოდ ინფრასტრუქტურა, არამედ აუცილებლად ახალი შესაძლებლობები, რაც ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა და ამიტომ არის ჩვენი გუნდი სწორედ წარმატებული, რომ ეს მიდგომა არის და პროფესიონალიზმი არის ის აუცილებელი თვისება, რომელიც არამხოლოდ განმახორციელებელ გუნდს, არამედ მთელ გუნდს გააჩნია. ჩვენი ამოცანა არის, რომ გავაგრძელოთ ეს საქმიანობა კიდევ უფრო აქტიურად, ის ამოცანები, რაც არის დასახული, შევასრულოთ კეთილსინდისიერად და ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას. მე ამისთვის მზად ვარ, თავი არ დავზოგო ამ მიმართულებით. ჩვენი პრინციპი ყველგან არის გუნდური მუშაობა და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ სამინისტროში ეს ტრადიცია გაგრძელდება და აუცილებლად ერთად ძალიან ბევრ კარგ მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ.